სტრასბურგმა რუსეთს საქართველოსთვის 253 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით თანხა ეგრეთ წოდებული ბორდერიზაციის პროცესის შედეგად ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების მსხვერპლი 29,000-ზე მეტი ადამიანისთვის კომპენსაციის გადახდას უნდა მოხმარდეს. კობახიძე პარტიების აკრძალვის ინიციატივას დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღებით ხსნის და ანონსებს, რომ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში რამდენიმე დღეში შევა. სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში ცვლილებებზე საუბრისას კობახიძემ თქვა, რომ ჯარიმები დემონსტრანტების წინააღმდეგ ეფექტური არ აღმოჩნდა. კანონის გამკაცრება მან საზოგადოების მოთხოვნად შეაფასა. გინდ დროშას აფრიალებდე, გინდა ისე იდგე საერთოდ, როდესაც ძალადობას ამაგრებ, ფიზიკურად შენ ხარ ძალადობის თანამონაწილე. ასე ახსნა კობახიძემ ფაქტი, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ ყველა დემონსტრანტზე ერთი მუხლი ვრცელდება. თუ ამერიკელებს სურთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება და ეგ ჩვენს რაიმე მცირე როლს ხედავენ, მზად ვართ მონაწილეობის მისაღებად, განაცხადა ლუკაშენკომ. მისი თქმით, ბელარუსი ომის დაუყოვნებლივ შეჩერების მომხრეა. კიევში სიხარულით გადავეცი უკრაინის სამსახურებს 6,500,000 ევროს ღირებულების აღჭურვილობა, წერს კაია კალასი. ტექნიკა დრონების ჩამკეტ სისტემებს, მიკროავტობუსებსა და მიუწვდომელ ადგილებში მისასვლელად საჭირო მანქანებს მოიცავს.